I'm German homoloside, drink coffee and I know things. მეშვიდე ეპიზოდის თემა არის ღვთისგანკაცება. რამე თუ ისე შეიყვარა ღმერთმა ადამიანი, რომ თავისი ერთადერთი შვილი შესწირა მათ გადარჩენას. შემოქმედის სიყვარულს ადამიანების მიმართ ყველაზე დიდებული და მნიშვნელოვანი გამოხატულება არის ადამიანის დონემდე დაპატარავება, თავის დამდაბლება მაქსიმალურად, ანუ განკაცება. წარმოიდგინეთ და დაუკვირდით თლიანი დედამიწის, მისი ყველა ბინადრის, მთვარის, სხვა პლანეტების, ვარსკვლავების, გალაქტიკების და სამყაროების შემქმნელი, ფიზიკური და სულიერი სამყაროს შემქმნელი, თვით დროისა და სივრცის ავტორი, ეს უზენაესი ძალა, უწმინდესი არსებობა, მარადიული მამა, თავს იმდაბლებს ნამცეცის ხელა ადამიანის დონემდე და ხდება ადამიანი. ისე კი არ ხდება, რომ შექმნა ღმერთმა ადამიანი, ცხოველები, გალაქტიკები და მორჩა მიატოვა ისინი. აჰა, იყავით და რაც გინდათ ის გიქნიათო. ჩემთან იყავით სამოთხეში, ვერ შეირგეთ, არ ინდომეთ მარადიული სიცოცხლე და თუ არ გინდათ, ნუ გინდათ იყავით ეგრეო. მოკვდებით და ამით დასრულდება თქვენი არსებობაო, სიცოცხლეო. ასე კი არ გააკეთა. არამედ ისე მოვაწყო ყველაფერი, რომ ჩვენთან რამდენადაც შესაძლებელი იყო, ახლოს ყოფილიყო. სამპიროვანი გახდა, რომ ჩვენთან უფრო ახლოს მოსულიყო, უფრო ახლოს ვყოლოდით, რომ უყურადღებოდ არც ერთი სული არ დარჩენილიყო, ოღონდ ეს ძალით და უხეშობით კი არ გააკეთა. არა. აქ არის ყოველთვის. თუ ადამიანი გულს გაუხსნის, მასში შევა. იგულისხმება სული წმინდა ღმერთი, რომელიც ყოველთვის არის ყველა ადამიანთან ერთად. და თუ არ მოისურვებს ადამიანი, ძალას არ დაატანს ღმერთი. ღმერთი მოძალადი არ არის, ქრისტიანების ღმერთი. ვიმეორებ, სხვა ყველა რელიგიის ღმერთი არის ტყუილი და ზღაპარი. იცოდა, რას დამართებდა თავისუფლება ადამიანს, როგორ გაუჭირდებოდა ჭეშმარიტების წინამძღოლის გარეშე არსებობიდან მარადისობაში გადასვლა, ცხონება. რადგან ღმერთს, მამას სურს, რომ მასთან ერთად ვიყოთ, რაც შეიძლება მეტი სულის სურს, რომ მარადისობაში წაიყვანოს. ეს კიდევ არ სურს ეშმაკს და ამიტომ ცდილობს ასე დაჟინებით ყველას ცდუნებას და დაუყვას. და რადგანაც მარტო ადამიანს არაფერი შეუძლია ღმერთის გარეშე, ეს უწმინდესი არსება იპატარავებს თავს, იმდაბლებს და ხდება კაცი, ადამიანი. აი აქ იწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გაშლა. ხომ შეეძლო უფალს ეგრევე გაზრდილი ადამიანის სახით მოსულიყო? რა არ შეეძლო? რომელიმე სხეულში ჩასახლებულიყო, ან პირდაპირ ესე მოსულიყო ზრდასრული ადამიანის სახით. საქმე ისაა, რომ როცა ქრისტეზე ვსაუბრობთ, იქ არაფერია შემთხვევითი და უმნიშვნელო. ადამიანებთან მაქსიმალური სიახლოვისა და პატივისცემის გამოსახატად მას უნდა მიეღო ადამიანური ბუნება მისი სრული სისავსით. უნდა ჩასახულიყო ქალის სხეულში ბავშვი, გაზრდილიყო, დაბადებულიყო, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, აღზრდილიყო, გამოეცადა ყველანაირი ადამიანური გამოცდილება, სიღარიბე, შიში, შიმშილი, შრომა, მეგობრობა, საკვების მოპოვებაზე ზრუნვა, ხელობაც კი შეისწავლა და წლების მანძილზე მოკრძალებულად დურგლის ცხოვრებით ცხოვრობდა. უნდა განეცადა უარყოფა, ჩაგვრა, დაცინვა, ზურგის შექცევა, ახლობლებისგან, მეგობრებისგან ღალატი, სიმართლის თქმისთვის და სიკეთის ქმნისთვის დასჯა, წამება, გაუსაძლისი ტკივილი და თვით სიკვდილიც კი. ისიც ხომ შეეძლო, რომ დიდარ ოჯახში დაბადებულიყო და როგორც მეფეს ისე ეცხოვრა დედამიწაზე. ხომ შეეძლო? ფუფუნებაში. არა. ასე არ უნდა მომხდარიყო. ჯერ ის ვთქვათ, რომ ღმერთი ადამიანად იქცა. თვითონ ეს რამხელა რამ არის, როგორი თავმდაბლობაა და მერე ამ ადამიანად ყოფნის განმავლობაში ყველაზე უფრო მოკრძალებულად რომ იცხოვრა დედამიწაზე.
რასაც არ უნდა ვწუწუნებდეთ, რაც არ უნდა წყინდეს, გვტკიოდეს, რა გასაჭირიც არ უნდა გავიაროთ, ყველაფერი ეს გამოცდილი აქვს თავის თავზე უფალს. ქრისტიანების ღმერთი სადღაც იქ ოქროს სასახლეში მჯდომი ზევსი კი არ არის, რომელსაც თავისი ქმელებები არ ადარდებს და ზემოდანაც კი უყურებს მათ, არამედ თავმდაბალი და უზომოდ თანამგრძნობი იესო ქრისტეა. ამაზე მეტი სიყვარულის გამოხატულება რა არის სხვა? რომელ რელიგიაში ჩანს ამხელა სიყვარული ღმერთისა ადამიანების მიმართ? რომელი ღმერთი იმდაბლებს თავს ადამიანის დონემდე? ჩვენ შორის იცხოვრა, ეწამა ჯვარზე, ჯოჯოხეთში ჩავიდა, აღსდგა, ეს საშინელი ცოდვა ღმერთის მოკლის გვაპატია და მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება გარდაცვალების შემდეგ. სამი სახე მიიღო ქრისტე მამასთან წავიდა, მაგრამ სულიწმინდის სახით მუდამ ჩვენთან რჩება. მუდამ ჩვენთან არის დაკავშირებული, რომ თავი მარტოდ და უყურადღებოდ არ ვიგრძნოთ. მეტი რაღა გააკეთოს? რაღა უნდა გააკეთოს მეტი? მთელი ეს ცოდნა და ხედვა, რაზეც ახლა მე ვისაუბრე ამ ვიდეოში, სადღაც ოკეანის ფსკერიდან ამოტანილ სკივში ხომ არ არის დამალული და მამასზე მხოლოდ მე ხომ არა მაქვს წვდომა? ამ ცოდნაზე ყველას მიუწვდება ხელი. ეს ყველაფერი ჩვენს წინდევს. ყველას შეუძლია დაინახოს და გაიგოს, გაიაზროს. და ასეთი თვალსაჩინოების შემდეგ ჩვენ თუ სხვა რელიგიებს ვამჯობინებთ კიდევ და მათ გაყოლას ან ყველაზე უარესი რაც არის და ყველაზე დიდი მკრეხელობა, რაც ერთმა კაცმა 1300 წლის წინ გაბედა, რომ ახალი რელიგია შექმნა, თანაც მთლიანად ქრისტიანობის დევნაზე ორიენტირებული, ასეთ მკრეხელობას და ასეთ მძიმე ცოდვას თუ გადავწყვეტთ, ასეთ არჩევანს თუ გავაკეთებთ, მეტი რა გაქნას ღმერთმა? სიმართლეზე ხელი მიგვიწვდება, ხელს ვერავინ შეგვიშლის და შენ მაინც არ გინდა. ღვთის განკაცებით მოხდა ადამიანისა და ღმერთის შერიგება. კავშირი ისევ შეიქმნა. თუ ქრისტეშობამდე უღმერთობაში და გაურკვევლობაში ცხოვრობდა კაცობრიობა, არ იცოდა რაღაც კერპისთვის ეცა თაყვანი, ცეცხლი ეღიარებინა ღმერთად თუ მგლისთავიანი ღვთაება, ქრისტეშობის შემდეგ დროსა და სივრცეში შემოვიდა ჭეშმარიტება. სიმართლის გზა იესო ქრისტეს სახით. ახალი სამყარო შეიქმნა, სხვანაირად დავიწყეთ სუნთქვა. ხედვა, რადგან ვიცით, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, რომ ღმერთს ადამიანური სახეც აქვს, რომ განუზომლად და უპირობოდ ვუყვარვართ ყველა. აი ამის ცოდნის ბედნიერება გვაქვს 2000 წელია. ბედნიერები ვართ, რომ მარტო არ ვართ და ასეთი მოსიყვარულე და კაცთმოყვარე ღმერთი უფალი გვყავს. თანაც სადღაც შორს კი არ არის, არამედ ჩვენთან არის სულიწმინდის სახით. სამი სახე მიიღო, რომ ჩვენი გაგება და ჩვენთან სიახლოვე უფრო უკეთ შეძლებოდა. მეტი რაღა გააკეთოს. ყოველ წუთსა და წამს, ყველგან და ყოველთვის ჩვენთან არის.